მოგესალმებით ყველას. მე გახლავართ აჭრები ალეკო. ანუ დღეს მინდა გავაჩვენოთ როგორ მოვაშოროთ ასე ვთქვათ არასასურველი რეკლამა საიტებიდან. ანუ ავიღოთ ესე ვთქვათ თუნდაც ესეთი რეკლამები. ეს იდეა რა უშავს თითქოს არ გვიშლის ხელს ესენი, მაგრამ ხდება ისეთი სიტუაცია, როცა შემთხვევები ან მანდილოსანი გიზით გვერდზე, ან რომელიმე ოჯახის წევრი არ აქვს მნიშვნელობა, თავთ რაღაც ფილმი გინდათ ნახოთ და აქ რაღაც ესეთი უხამსი რეკლამები მოყვება, თუნდაც ესეთი. ამ ყველაფერს, ხო? მოდი ნახოთ როგორ მოვაშოროთ პირველ რიგში ესეთი რეკლამები, რომ არ გამოჩნდეს ეს საიტზე, შესაძლებელია ძალიან მარტივად, ესე ვთქვათ, შევდივართ setting, ასე ვთქვათ, პროსულად настройкებში, მე გაფართოება თუნდაც, აგერ ჩამოვდივართ ბოლოში, აქ, და აქ უკვე მოძებნით, ესე ვთქვათ, პროგრამას, რომელიც აგვეხმარება ეს, ბლოკირებაში ამ რეკლამებს, ხო? კი ბატონო, წერთ ad blocker plus block plus ad block plus. კი ბატონო, და ვერჩევთ ამ პროგრამას, ასე ვთქვათ, ვამატებთ Chrome-ში. კი ბატონო. ახლა გადმოიწერება, შემოძლება ყველაფერი და ჩაერთვება, ხედავთ თუ ჩაერთვა, ხო? კი ბატონო. მოდი ახლა ჩვენი გვერდი სადაც ეს რეკლამებია მოხსოვს, მოდი დავარეფრეშოთ, ესე ვთქვათ, განვაახლოთ. ხედავთ რომ ეს ყველაფერი ოშორტა. აქ ახლა და ვიდეოზეც არის რაღაცა რეკლამა დადებული, რომელიც 11 წამი გრძელდება და აქ პლატფორმის ბრაუზერი რომ თვითონ საიტი რომ რაღაც გვაქვს პროგრამა ჩართული, ესე ვთქვათ, ბლოკერი და ის რო არ გამოვიდეს წამზონი, მაინც საერთოდ რეკლამის გარეშე, ესე ვთქვათ, რაღაცა ხამსი რეკლამები არ გამოვიდა, ხო? ხედავთ რომ ბლოკერმა დაბლოკა 6 ამოსული რეკლამა, ესე ვთქვათ, შეგვიძლია პირდაპირ ჩავთვალოთ ფილმი და უყუროთ. ბატონო. შეგვიძლია ესე შევამოწმოთ სხვადასხვა საიტებზე. შევიდეთ პროცეს, რომელიმე საიტს, ფილმ TV. აქაც საკმაოდ ვთქვათ, ბევრი რეკლამები იყო, როგორც მახსოვს, თუმცა ფილმის აღების დროს. ხო, რაც შეეხება კიდე ამ გვერდების, გვერდით სხვა რეკლამებს, რომელიც თვითონ ბრაუზერში, ესე ვთქვათ, რაღაც პროგრამის გადმოწერილი პროგრამას მოყვება. ამაზე ვისაუბრებთ მეორე ნაწილში. ნებისმიერი фильмი არის, თუნდაც Скажите, а что бы вы сделали, если бы вам посчастливилось? ასე ვთქვათ, ეს არ არის რეკლამა, ეს არის თვითონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული რაღაც ხამსი რეკლამები. ხედავთ რომ ამ გვერდზე დაიბლოკა უკვე 12 რეკლამა. ამიტომ შეიძლება დაიბლოკოს უფრო მეტი რამდენი სამოვარდება, ხოლო შეგვიძლია ესე ვთქვათ, რაღაც უხამსი რეკლამების რეკლამები არ უყურო და არ ვათვალიეროთ. გარეშე, რომელიც ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი, დიდი დრო უნდება ესე ვთქვათ, რომ ჩამოიტვირთოს თუნდაც ვისაც მithumetes ვისაც ცოტა ნელი ინტერნეტი აქვს და ასე შემდეგ და სანამ ასობით და 1000 რეკლამა ჩამოიტვირთება იქ, მე რაღაც საჭირო ინფორმაცია და ასე შემდეგ, ხო? ეს აფერხებს ბრაუზერში გვერდის მუშაობას და ყველაფერს. ბატონო, ამას გავახდით თავი. და შემდეგ მეორე ვიდეოში ჩავწერთ მას თუ როგორ მოვაშოროთ ეს საზღვარი რეკლამები, რომლებიც ესე ვთქვათ, არა დამოუკიდებელი ვებგვერდზე, სადაც არ უნდა შევიდეთ, ეს თვითონ ბრაუზერშია გამტარი როგორც ვირუსი და ნებისმიერ ვებგვერდზე ამოვიგდებს ესეთ რეკლამებს, რომლებიც გამოთვალ გვიწევს საკითხაოდ ესეთ
მე როცა დავარეფრეშებ გვერდი, მაინც ისევ შეიძლება უცებ არა, მაგრამ აი ეს ამოყარა ისე ნებისმიერ გვერდიდან გადასვლისას, გვერდის არეფრეშებისას ყოველ იმაზე მე უნდა ვფიქრობ ეს ხელი, ხო? ნამდვილად არაა სასიამოვნო. მოდი პირველ რიგში ჩვენ დავარქვით თავი ისე ვთქვათ რეკლამების ბლოკირებას, რომლებიც იყო მოთავსებული ნებისმიერი ფილმის ჩართვისას. აი აქ თემოთ თუნდაც უხამსი რეკლამები და მოდი ამით დავასრულებ ამ ვიდეოს და მეორე ვიდეოში უკვე დავაკეთოთ აი გვერდის რეკლამების რომელიც ბრაუზერში აკეთებდა როგორც ვირუსი, მაგის მოშორება. ხო?